ღმერთმა დაღლისოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ სიყვარულში, სულიერობაში. სულიერად უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვანაკლებს ყველას. ვინ არის მშიერი ქრისტესთან? არავინ არ არის. ვინ არის მწყურვალი ქრისტესთან? არავინ არ არის ესეთი ადამიანი. ყველას ქრისტე აძლევს საკვებს პური ჩვენი არსობისას. იმ პურში შედის პირველ რიგში სულიერი პური, იმიტომ რომ არა მხოლოდ პურითაც ხონდება კაცი, არამედ ბიოლოგიური პური გულისხმობა დაუშვათ, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოვალს პირისაგან ღვთისა. ანუ ცხონდება კოსმიური ლოგოსის მიერ გამოსული პირისა, მისისა სიტყვისაგან, მადლით, ღვთის სიტყვით ცხონდება. ნაწილია ადამიანი, პატარა ნაწილია, მაგრამ უფალი საერთოა, უფალი ყოვლის მომცველია, უფალი ყოველივეა, ყოველივეშია, ყოველგან არს, ყოველსავე აღავსებს. ამიტომ ჩვენ ვართ ნაწილი მთელისა. ჩვენ ვართ მოწაფე, ის არის მასწავლებელი, ჩვენ ვართ ქმნული, ის არის შემოქმედი, ჩვენ ვართ მონახტისა, ის არის მეუფე. ამიტომ ჩვენ ვართ მაძიებელი, მძებნებელი, ის არის ჩვენი მპოვნელი. ჩვენ ვეძებთ მას, მაგრამ მან უკვე გვიპოვა ჩვენ. ჩვენ გვიყვარს იგი, მაგრამ მან უკვე შეგვიყვარა ჩვენ. ამიტომ ღმერთის მაძიებელი ადამიანი ყოველთვის იპოვეს მას, როგორც არის სახარებაში ნათქვამი. ვინც ეძებს, ის პოულობს. ეძიებდეთ და აუცილებლად იპოვეთ. ითხოვდეთ, აუცილებლად მოგეცემათ თქვენ. ქრისტე არავის არ ტოვებს, სადაც მწყურვალს, არც მშიერს. ეს უფლის თვისებაა თვითონ. და ჩვენში სულიერი წყურვილი, უფლის ძიებისა, სულიერი შიმშილი, უფლის მიერი მადლით დანაყრებისა, ეს ჩადებულია როგორც ხატება, მაგრამ მსგავსებად უნდა იქცეს ეს, როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცსა, ამითი ჩვენ წყურვილსა და შიმშილს ჩვენი სულიერი ძიებისა ვიკმაყოფილებთ და წყნარდებით, შვიდდებით და გზა გვეხსნება ჩვენ და დაცვა გვენიჭება ღვთისაგან ამ ძიმე ოსაბჭოთა ცხოვრებაში, სადაც არავინ დაცული არ არის, სადაც ყველგან მოულოდნელი საფრთხეებია, ხილული თუ უხილავი განსაკუთრებით, სადაც მოულოდნელი რისკ ფაქტორებია, არასტაბილურობა, კრიზისი, სულიერი, ეკონომიკური, ათასნაირი კრიზისი, მაგრამ დაცვა ღვთისაგან მოდის და მთავარი ადამიანი არ ჩავარდეს დეპრესიაში, არ ჩავარდეს ხელის ჩაქნევაში. ეს ხელის ჩაქნევა დიდი ცოდვაა, სულიწმინდის წინააღმდეგი ცოდვა, არის ცოდვების სამი ტიპის, ღვთის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ, მოყვას წინააღმდეგ, სოციუმის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ. და ერთ-ერთი ცოდვა არის ეს დეპრესია, ხელის ჩაქნევა, დრტვინვა, საყვედურები ღვთის მიმართ. ღვთის მიმართ წინააღმდეგაც არის, მაგრამ უფრო ეს არის საკუთარი თავის მიმართ ცოდვა. თუმცა კი სულიწმინდის გმობაც არის ეს, რადგან სასუსტ ღვთილებაში ვარდება შემდეგ ადამიანი. არა, დაეცი, წამოდექი. წაბორძიქთი, განიმართე და გააგრძელე. სულიერად გაიღვიძე, ნუ გაგახტები ისევ ბრმა, ნუ დაიბრმავებ თავს. და ერთი იგავი მახსენდება, როდესაც ბრმები 10 ბრმა იყო და წყალზე გადასვლა უნდათ. და ერთი რომელსაც ჩვეულებრივი თვალხილული ადამიანი ნახეს, თხოვეს რომ გადაგვიყვანიო ამ დინარეზე, ჩვენით ვერ გადავალთო. რადგან ბრმას სად წაიყვანს, სულიერად ბრმას სად წაიყვანს, თხრილში, სულიერ თხრილში გადავარდება ორივე, თუ რამდენიც იქნება და სულიერად დაიღუპებიან. სულიერი თხრილი ეს არის უბსკრული, სულიერი ბზარი, სულიერი ნაპრალი, სადაც სულიერი მახე, ჭა, უხილავი დეპრესია, უხილავი ბრძოლა, ის სულიერი მენტალური ხაფანგი, რომელშიც უამრავი ვარდება დღეს ამ პოსტსაბჭოთა სივრცეს ახასიათებს და თქვაშორის ამ მარხვაში ეს მენტალური ბრძოლები მიუხედავად მისი სიმსუბუქისა მენტალური და ემოციონალური ბრძოლები ახასიათებს. მე ბევრჯერ ვთქვი ეს. ხორციელი გასაგებია, მაგრამ უფრო სულიერ მენტალური ბრძოლები ახასიათებს ამ მარხვას. გადაიყვანა ხელი მოკიდა და გადაიყვანა და გზაშიო რომ არ დავიბნეთო, დავითვალოთო, რამდენი ვართო, რომ გადავართო ამ წყალზეო, 10-ნივე დავითვალოთო, რომ 10-ნივე ვიყოთო. დაიწყო
სანამ გადავიდნენ, რომ გადავალთო, გადასვლის პერიოდში დაიწყეს თვლა და რომ გადავიდნენ, შემდეგ რომ ვინმე მხვალ წაიღო, რომელიღაც წყალმოო ვნახოთო და ბოლოს ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენსავე თავსო და რომ გადავიდნენ, უკვე გზაში ითვლიდნენ, მაგრამ გადასვლისასაც გადაიმეორეს ეს გადათვლა და 9 აღმოჩნდა. იმიტომ რომ ის ბრმა, რომელიც ითვლიდა, თავის თავს არ თვლიდა. დაიწყო პირველმა ბრმამ დათვლა და მაინც 9 აღმოჩნდა. მეორემ დაიწყო, მაინც 9 აღმოჩნდა. მესამემ და ასე შემდეგ. გააჩერა თვალხილულმა და უთხრა, ვისაც თვალები ახალილი ქონდა ამ სამყაროზე და უთხრა, გაჩერდით, მე დაგითვლით თქვენო. დაითვალა და აღმოჩნდა 10. ანუ წყალს არავინ არ წაუღია. ამიტომ წყალში გულისხმობა აქ ამასოფლის მორევი, ამასოფლის ბრძოლა, უხილავი ბრძოლა და ხილული ბრძოლა, რომელსაც ამასოფლის ამოება, დეპრესია, გაორება, კრიზისი, სასოწარკვეთილება, სულიერი დაცემულობა, სიღატაკე, სულიერი უბადროყობა, წაიღებს, სალეკავს, დაუჯერებლობა, მოუთვინიერებლობა და არამორჩილება და სიჯიუტე და თვითნებობა. წალეკავს ეს, კიდე სხვა პარამეტრებიც აღარ ჩამოთვლი, რომ არ დაგალოთ. დაუჯერე, ამიტომ ვინც ხედავს, კითხვა არის იშვილო, მაშინ ვინც იცის კითხვა, იმას დაუჯერე, რომ იმის საკითხული მაინც მოისმინა. გზის საგზაო ნიშნები არიცი? მაშინ ვინც იცის საგზაო ნიშნები, იმას მიმართე, რომ გზა არ აგებნეს და სადმე თხილში, სადმე სადღაც უბსკულში არ გადაეჩეხო და საგზაო ნიშნებით წარიმართო შენი გზა მშვიდობით სასუფეველისაკენ. მოდით ეს სიბრძნე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ახალი არაფერი არ არის, აქ ახალს არაფერს არ ვუყურებ, ჩემზე უკეთესად ყველაფერი ეს. ეს სიბრძნე ყველაფერი მოცემულია საღვთო გამოცხადებაში. განსაკუთრებით ჩვენთვის წმინდა წერილის უძვირფასეს სახარებისეულ ნაწილში, ახალი აღთქმის ნაწილში. მივყვეთ მას, შევიდეთ მისი სულიერი განზომილებაში, შევიდეთ მის სულიერ შეგრძნებაში. სულიერ მსოფლმხედველობა ეს მხოლოდ ის ყواره რაღაცას ეთანხმები და რაღაცაზე რაღაც წარმოდგენა გაქვს. კონცეფცია არ არის, ეს იდეოლოგია არ არის და ფილოსოფია არ არის. ქრისტიანობა ეს არის ცხოვრების წესი, სიცოცხლის შეგრძნება, გრძნობა, ცოდნა, ცოცხალი ცოდნა, შენი ყოფიერების და ეგზისტენციის ცოცხალი აღქმა განხორციელება ღვთაებრივ სიყვარულში, რაზედაც დღევანდელი სახარებაც გვეუბნება, ვისაც უყვარ ვარ მე, ის ჩემს ცნებებს ასრულებს, ვისაც არ უყვარ ვარ მე, ის არასრულებს ჩემს ცნებებს და ვისაც უყვარ ვარო, მივალთ და დავემკვიდრებით მასთან, მეც მამაც ზეს და სულიწმინდას, დავემკვიდრებით შიგ მასში და დღეს თქვენში, ვინც ეზიარებით დაემკვიდრება მამაზე და სულიწმინდა, ყოვლადწმინდას საება, გულში, ადამიანის სულის ტრაპეზში, ადამიანის სულის ცენტრში, გულშიც და გონებაში, სულში, სამშველში და სხეულში, მთელ ადამიანში, მაგრამ განსაკუთრებით გულში, რომელზედაც გადის ქრისტიანობის გზა, რომელიც ცვლის ადამიანს უკეთესისკენ, გულის პარამეტრები და გულის კულტურა ქრისტიანობაში ეს ხაზგასმულია. გზა სრულყოფილებისაგან, გზა მუდმივი ხაზს უსვამს სრულყოფილებისაგან. ქრისტიანობა ეს არის მუდმივი ძალისხმევა. სულიერი წინსვლა ეს არის მუდმივი და ხაზს უსვამ უწყვეტი ძალისხმევა ქრისტესაკენ მისწრაფებისა. უწყვეტი. წყვეტა მოხდა, დაცემა მოხდა, წაბორძიკება მოხდა, აზრდეხ უმალ გააგრძელე. ნუ იქნები სულმოკლე და თავს სიზარმასის უფლებას ნუ მისცემ და ნუ ძილში ნუ გაატარებ შენს იმ დაცემას, ძილს ნუ მიეცემი, სიზარმასეს ნუ მიეცემი და ძილში ნუ გაატარებ შენს შეგნებულ ცხოვრებას, სულიერ ძილში და სიბრმავეში. გზა სრულყოფილებისაკენ, გამარჯვებისაკენ, ღვთისა ღმერთთან ერთად. ბრძოლები იქნება, ნუ იტყვის ვინმე ბრძოლები არ იქნება, ბრძოლები იქნება. და ბრძოლები უნდა იყოს, მაგრამ ვითხოვოთ ის კი არა, რომ ბრძოლები არ იყოს, ვითხოვოთ ის, რომ ბრძოლებში გამარჯვება და ბრძოლების გადალახვის უნარჩვევა მოგვეცეს. და შესაძლებელი გახდეს ჩვენთვის მცირედ წინ წავიდეთ, ვეცადოთ, ცდელობა უკვე სათნოებაა. დღევანდელი თუნდაც ზიარებაც ეს ერთი დიდი თუ მცირე, არ ვიცი როგორი ჩვენს გულში, სამშვილდის სხეულში, როგორ შემოუფლის მადლით, როგორ შევისისხორცებთ, ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს თავისუფალ ნებელობით გახსნილობაზე ღვთის წინაშე შემოვა და ამითი აუცილებლად შეეხება რა ბაგეთა ჩვენთან, უჯდობთ ჩვენთან, მოგდევთ ჩვენთან გასმენს. ასას ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა.